იაგო მოვიდა ჩვენი იაგოს ყველა ვიცნობთ მოგესალმებით კარგი ოპოზიციის წარმომადგენელია რომელიც რადიკალური არ არის რომელიც საჭმელში ჩაფურთხებით არ იმუქრება არ მიმართავს ეგზოტიკური პროტესტის ფორმებს როგორც მისი ერთდროს თანაპარტიელები არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ჩემი აზრით საკმაოდ კარგადაც დააგროვებს ხმებს და შემდეგ პარლამენტის წევრი აუცილებლად გახდება და ეგეთი ოპოზიცია გვინდა ჩვენ და გვიმრავს იმიტომ ოპოზიციის გარშე არ აპირებთ არჩევნებს უახლოს მომავალში მე არ ვაპირებ არაფერს კანონი კონსტიტუცია აპირებს ჩემო კარგო კონსტიტუციას ჩვენ ყველანი უნდა დავემორჩილოთ რა ვერ გეტყვი თუ რა კი ბატონო დიდი მადლობა იმისთვის რომ მომიწვია შენ გადაცემაში ხა პირდაპირ ეთერშიც უნდა თქვა მოსწონს ხალხს უყურებს ნახა და რაღაც კიდევ ახალი რაკურსით გამიცნო ვინც არ მიცნობდა კი ნამდვილად საინტერესო გადაცემა გამოვიდა კი ბატონო ეხლა ჩვენ ვილაპარაკობთ მიმდინარე ამბებზე ეხლა რაღაც მეთოდები ნაცების გაერთიანება შენ კარგად აღნიშნე ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ეს არ არის ოპოზიციის გაერთიანება ეს არის ნაცების გაერთიანება რასელი ამ გაერთიანებისგან შენ რატო არ ხარ ეგ უკვე ზედმეტი კითხვაა მაგრამ ამ გაერთიანებისგან რასელი როგორ არის რაღაცნაირი ტაქტიკა ხო უნდა არსებობდეს ჩვენ ერთ ხო გინდათ რომ მოგვიქოთ და ეხლა ამათ დაიწყეს და მიშამაც კი დალოცა ეს გაერთიანება ხო და ერთად უნდა ვიყოთო იყო მეთოდი რომ ცალ-ცალკე შეუტიოთ სხვა ფლანგებიდან და აი ხა აი ამ მიმართებაში ამიღწერე შენი დამოკიდებულება აი ამ ალიანსი ქვია თუ რა ქვია ალიანსისადმი ნუ როგორ გითხრა მე საერთოდ გონია რომ თქვენ აორგანიზებთ ამას ხოცები ხო შენ ყოველთვის კარგი წარმოდგენა გაქვს ჩვენზე კი ბატონო არ ვიცი ეს ამდენად კარგი წარმოდგენის ნიშანია მაგრამ ზოგადად ანუ ისინი დებილები არიან ესე იგი ხო ჩვენ თუ აორგანიზებთ არ მაღალი ინტელექტის წარმოდგენისაც არ ვარ ამაზე მაგრამ ხანაერთ ნახე რატომ გონია ეს ამ ვერსიას გეტყვი რა მე ეს იმიტომ გონია რომ ჯერ ერთი მასში მონაწილეობენ ხალხი რომელსაც როდესღაც თქვენ იყენებდით იმისთვის რომ მიშა შეგესუსტებინა გახარი გვარამია იქნება ეს თუ ჩერგო იქნება თუ სხვა ვიღაცა იქნება ანუ ჩერგო რა მისი პარტია ჩერგო მაშინ ნიკოს პარტია ჩერგო ჯობია ვიდრე პარტია ხო ანუ როგორც არის რა ანუ ეს ხალხი ვინ შეიკრიბა არის ხალხი რომელსაც ერთდროს ყველას ნაღალატევი აქვს მიშაზე და პრინციპში ჩემი აზრით დღესაც მზად არის რომ უღალატოს მაგრამ საინტერესო ის არის რომ ისეთი ხალხია ერთად შეკრებილი რომელიც აი მე ვერ წარმოვიდგენია რამე ძალამ ერთმანეთთან დასვას თუ იქ დიდი ფული არ არის ჩარეული ბოდიში რეპლიკა შენ იყავ ისეთი კაცის პარტიაში რომელსაც პირველმა უღალატა მიშას ხო იყავ ნუ რა შუაში ეს ახლა ხო არ ვარ არა ახლა არ ხარ მაგრამ ეს ძალიან ნეგატიური კონოტაციით აღნიშნო ნაღალატევი აქო და შენი პოლიტიკური მაკაცი იყო ასეთი მოღალატე პირველი მესმის მივიღებ ამ შენიშვნას ხესტომებს ჩვენ ვაღიარებთ ვისაც არა იყო ეგრე ძმაოდა რა გავაკეთე ვისაც შეშლია მაგრამ ნახე ჩვენ მაშინ სხვანაირად ვფიქრობდით მაშინ ვფიქრობდით რომ კაცმა ძლივს ნახა დრო რომ თავისი იდეები განეხორციელება გაიტანოს ახლა ყველას ესმოდა რომ იმ პარლამენტში ერთადერთი ლიბერტარიანები იყო და ყველასთვის შანსი იყო რომ ლიბერტარიანული პარტია გავიგე მაგრამ შესაბამისად ახლა ჩვენ ვიღაცა მიშას უღალატებდა არ უღალატებდა ამაზე ჩვენ არ ვღელავდით ჩვენ ლიბერტარიანული პარტიის გაკეთება თურმე შენ მე მიაქცევ ყურადღებას მაგრამ ეხლა აქცევ ყურადღებას მოღალატეობას თუ აღნიშნე და ის ტიპი თავარი მოღალატე პირველი მოღალატე აღმოჩნდა და ლიბერტიანობასაც უღალატა კაცო მაგასაც უღალატა ეს იმიტომ არის აქტუალური შედასაც ამბობ იმიტომ აქტუალური და ამიტომაც არ გეწინააღმდეგები ძალიან ადამიანს რომ ბოლომდე დაეცვა ის პრინციპი რომ მე ლიბერტარიანულ პარტიას ვაკეთებ და ბოლომდე ვარ ეს არ ჩაითვლებოდა მიშას ღალატად იმიტომ რომ შენ რაღაც გინდა და ყველას ესმის რომ მარტო ერთადერთი ხარ ლიბერტარიანელი პარლამენტში პარტიას აკეთებ ლიბერტარიანულს და პრინციპში მზად ხარ რომ შენი რაღაცა პოლიტიკური მიზნები დაიცვა და ასე შემდეგ რასაც აკეთებდა მათ შორის ის ვიზეთ საპარატო წლების განმავლობაში ზურაგირჩი ხო მაგრამ დღეს ახლა ზურაგირში ხო ერთი არ არის იქ იქ არის სხვა ბევრი კომპონენტებისგან შედგება ის ერთ-ერთია ერთ-ერთია მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ეს ვინაიდან ყველა შეიძლება გამონაკლისიც იყოს ვიღაც შეცდენილი რომელსაც ჯერ არის ახალი როგორც მე ვიყავი რამდენიმე წლის წინ 10 წლის წინ ახალი პოლიტიკაში ესე შეიძლება ვიღაც ახალი იყოს იმ ჯგუფში ამიტომ მე მათ ვერ მოვაყენებ შეურაცხყოფას ახალია ისწავლის შეცდომებს დაუშვებს ასე შემდეგ მაგრამ რაც ამ კოალიციას აერთიანებს არის რომ ეს არის ნაცური კოალიცია სადაც მიშას აგინებენ სასახად არა როგორ აგინებენ კაცო ნუ ახლა ჩერგო სადაც არის მიშას როგორ არ აგინებენ ხო მაგრამ მიშა ხომ იესალმა ხო და აი ნახე ბარამიძე არის შეგრით მე მგონი თუ რაღაცა სიგიჟე არა მესმის მაგრამ მე მგონი მიშა ცდება ისევ ცდება მიშა როგორ აბა კარგად აი გეტყვი რატო ცდება მიშა მიშას ყველა არჩევნების წინ ღალატობენ
ან არჩევნების მერე ღალატობენ. ან არჩევნები არის ესეთი პერიოდი, როდესაც მიშას ღალატობენ. კი ბატონო. ეს ღალატი არ ხდება თავისით. ეს ხდება ქართული ოცნების ჩარევით. ეს ხალხი, რომელიც ახლა შენი აზრია. კი ბატონო, ჩემი აზრი იყოს, მაგრამ შემიძლია დავასაბუთო ეს აზრი. ხო და წარმოიდგინე, რომ აი ეს ჯგუფი ახლა შედგება ხალხისგან, რომელიც ერთდროს მიშასთან იყო და უღალატა. თან ერთმანეთზე აქვთ ნაგინები წაღმავთულა. დედაშვილს არა იყოს ისე, კი ბატონო. და ეს ხალხი, აი წარმოიდგინე, შენ ჩერგო და ნაცები რო, ჩერგო და ბოკუჩავა რო ერთმანეთის გვერდზე დასვა და ერთხმაზე ამღერებს. აი ეგ ძალა რა ძალა არის? მე მეგონა ეს ძალა მიშა იქნებოდა. მიშას შეუძლია ეს ერთად ამღერებდა აქამდეც. იყო ამის დრო, ხო? თავის დროზე კი და მერე ვინაიდან მიშას ეს დღეს არ შეუძლია? არა აქვს რესურსი. რესურსი არ აქვს, კი ბატონო. არსებობს რაღაც სხვა ძალა, რომელსაც ამის რესურსი აქვს. ჩვენ? ეს ახარ თქვენ. კარგი რა, მოდი ისი რა გეტყვი. თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება, რომ ინდივიდუალურად ამ ხალხთან ურთიერთობები დაგემყარებინათ მიშას ღალატის მიზნით. ეხა შენ ჩვენი ძალების შეფასებაში შეიძლება არ ცდები, მაგრამ ოკამის სამართებელი აიღე და იდიოტობას რაც შეიძლება დააბრალო, შეთქმულებას მოაბრალებ რა. არ თქვი რომ პროსტა იდიოტები არიან. ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. ეს პირიქით თქვენ ამოცანას ამარტივებს. და ფულს ხალხის ამოცანას ართულებს. ფულს ვაძლევ. ამას უფულო თუ აკეთებენ და რავი, კარგად ხონიათ. რა ვიცი, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ არის. არის შენი 40 მილიონი არ არის მტკიცებულება? ეგ იმან მისცა, რა ქვია იმას ბანკირის ძმამ. გილაურმა. ხო და ნუ ახლა გილაურმა თქვენს გარეშე მიცა გვარამიას ფული? ვიჭერა მაგის. ნუ აი კონცენტრები თქვენს გარეშე მუშაობდა, რომელთაც ესენი ფინანსდებოდნენ. კონცენტრებზე არაფერი არ ვიცი. ეს რუსები რო იტყვიან ირიბი მტკიცებული, კოსვენია დაკაცած. ხო და აი ბევრი ირიბი მტკიცებულება არის. ბევრი, ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება. რა გამოდის მაშინ? თან 40 მილიონი ამ ქვეყანაში. მე 10 წელია პოლიტიკაში ვარ და ვიცი თუ როგორ იკავებს თავს ბიზნესი პოლიტიკური და რა უნდა თამაშ ფული უნდა და მაგით ამ როლს თამაშობენ ციხეში რო სწავენ ეგეთ შეთქმულების ნაწილია ნუ რავი ციხეში რომ იყოს რავი მასკიროვკა რო იყოს საპრობლემაა აი არ უნდა გვარამია მაიცა 40 მილიონს თუ გადაგიხდიან 40 მილიონს და 6 თვე ჩაჯექი ციხეში 6 თვე არა მე მასკიროვკისთვის კი 7 მასკიროვკისთვის რა პრობლემა არის გამიხსენი ვინ არის ჩაჯდება არ ვიცი ბიჭო რაღაცა იცი როგორ ქსელს ობობის ქსელს ხლართავ შენ ახლა რომ ჩვენ გავაბით ესე ისეთი ანუ ისეთი მაგრები ვართ რომ გავაბით კაცურად გამოვიდეს და არ გაიგებს და ვაღიარებ რომ თქვენ რაღაცის ნიჭი გაქვთ მე იმ კაც ბატონ ვიძინას ვაღიარებ რომ კაი ნიჭიერი ადამიანია მას შეუძლია აი ეს დურდომი მოაწყოს ოპოზიციაში რაც არის მოწყობილი თან ისე რომ ხალხი ყვიროდეს რომ ესენი არიან ნაღდი ოპოზიციონერებიო აღარ ყვირის სამწუხაროდ მე დურდომია ესე იგი საჭირო მაგრამ მე რაში არ გეთახმები იცი რომ ანუ რეალურად ოპოზიციური ნიშა არის თავისუფალი. მე გულისხმობ იმას, რომ ჩესნი ოპოზიცია, რომელიც დააკრიტიკებს არა სიგიჟეებით, რუსეთუმეებო და რაღაც სისულელებით, არამედ პასუხისტურო იტყვია ხოლმე, ეგ ოპოზიცია რაღაც გარკვეულ ნიშას ნახავს საკმაოდ დიდს. შენ ამბობ, რომ ეს მთელი ეს სპექტრი, მთელი ეს ნაყარ-ნუყარი, რაც არის, აქეთ ფედერალისტები, იქით გუბაზი, ავის აბა რამ შეაგროვა ეს ხალხი ერთად? ეს ნაყარი აი ამ ხალხს უცბად ერთ დღეს ერთმანეთი შეუყვარდა? და ჯანსაღი ძალა რატო არ მოდის? შენ რატო არ მოდიხარ? შენ უყურე მორალურადაც და ზოგადად რახან არ გაკავშირებს მითიური ქთამისაღება ოცნებისგან. შენ უფრო მორალურად მაგარი უნდა იყოს. შენ რატო არ ზდი? ნუ რავი, წარმოიდგინე რომ გვარამიას 40 მილიონს მიცემთ. დააფინანსებთ. და მე ფინანსური კრიზისის პირობებში მიწევს არჩევნების ჩატარება და იმას 40 მილიონი აქვს და მომავალი შენიაო გაყვირის. მე კიდე ამას შეუერთებთ ისევ თქვენიან ხალხს. აგერ პრეზიდენტი მაგალითად. ვინ არის? პრეზიდენტი ჩემიანია გასა. აბა ვისე ვინ აირჩია პრეზიდენტად? მე ავირჩიე? ხო, მაგრამ მაგის დედავატრი კიდე შევაგინე. არა, ეგ გინება არაფერს შეშე, ეგ არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ აქ საქმე სხვა რამეს ეხება და რამდენი გინდა იგინე. ეს ხალხიც რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, სინამდვილეში ბიზნეს გინებით იყო დაკავებული მთელი საარჩევნო პერიოდი, მაგრამ ეს იმას კი არ გამორიცხავს, რომ მასთან იყვნენ შეთანხმებულები. აბა მაშინ დაიხურე კუდი და რამე სხვა გააკეთა. არა, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მჯერა რომ ხალხი თავს გააკეთებს. შენ დასწრაში ვერ მოხდი. ვერც ქთამი აიღე, ქთამიც არ მოგწეს. რა გინდა? თუ ყველაფერი გაიაცდებულია, წად სხვა რამე გააკეთა. არა, გაიაცდებული რო იყოს, ჩემი აზრით ხალხი ამას მიხვდებოდა და სხვა არჩევანს გააკეთებდა. ანუ ისე მაგრაა გაკეთებული, რომ გაიაცდებული ოღონდ მე ვაღიარებ რომ ნიჭიერი ხალხი ხარ თქვენ. მოდი ეს ვერსია. არ გეტყობათ ერთი შეხედვით, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად ალაგებთ აი ამ დანარჩენებს. ეს ვერსია შევინახოთ, გადავიდეთ სხვა ვერსიაზე. ან გადავდოთ საერთოდ ამაზე ლაპარაკი და ბრძოლაზე გადავიდეთ. ეხლა რას ფიქრობენ, რას აკეთებენ ისინი? აი ამ ალიანსით რა უნდა გააკეთონ? ეს არის ფეიქ ბრძოლა ხელისუფლებასთან. სადაც საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ვითომ ებძვიან.
ვითომ აი რო არ იყოს ფეიკი რა უნდა გააკეთონ მაშინ აჰა ეკითხები აი დაუშვათ არ არის გეტყვი ერთ მაგალითს გეტყვი ხო მე ამ ხალხთან რატო ვიძახი რატო აძლევს თავს ამის უფლებას ამის ლაპარაკის ამ ხალხთან ბოდიში და კიდევ ერთი წინაპირობა მომეცი მაშინ შენ მაგათთან არასოდეს არ გაერთიანდები ვისთან აი ამ შეროეძახი ხო შენ ერთ დღეს რომ დაგინახო იმად გვერდზე 10 წელია პოლიტიკაში ვარ 10 წელია პოლიტიკაში ვარ რამდენი ხანი უნდა ვიყო რომ კარგი პატა ბურჭულაძესთან იყავი გაერთიანებული კარგი რა მაიცა მე ხო გითხარი ახალმოსული ხალხი მეთქი ახალმოსულ ხალხს არ ვეხები მეთქი მე ვიყავი მაიცა მე ვიყავი პოლიტიკაში 5 თვის მოსული და უმანკო ხო და ნუ აი აღმოვჩნდი დურდომში მაგრამ როგორც კი გავარკვიე სად ვიყავი მის მერე აი რო ვისწავლე ჭკუა ხო არსად არ გინახივარ არ ჯერ ვაფშე პატა ბურჭულაძესთან როგორ იყავი ბიჭო აი ვერ მოინანიებ მაგას არა ეგ რა შუაშია როგორ ადამიანი ყველაფერს მოინანიებს თუ გულწრფელად ინანიებს კი ბატონო მაგრამ მე ხო ვამბობ რომ არ ვიცოდი ახალი ვიყავი 10 წელი მეტანიები აკეთე და გეპატიე არა 10 წელი ერთი საკმარისია ერთი გულწრფელი მონანიება საკმარისია კი ბატონო მე ჩემი საქციელით სულ მას შემდეგ რაც გაუგებრობაში აღმოჩნდი და მივხვდი რომ გაუგებრობაში აღმოჩნდი დავდე პირობა რომ აღარ აღმოჩნდებოდი აწი გაუგებრობაში და არ აღმოჩნდი ვარ მის მერე ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ქართველი ხალხი ამენაირად დაძრებოდი შენ როგორც იძახი ჩვენ პრეზიდენტთან დადიოდი შეხვედრებზე ჩვენს პრეზიდენტთან თქვენს პრემიერთან ერთად ვარ დამყოფი ბოლოს და ბოლოს სურათი ძდევს მაგრიტიკებდნენ ყობახიძის გვერდზე როგორ დგახარ პრეზიდენტთან არა ეგ გასაგებია ყობახიძის ერთად რო იყავ მაგრამ იმასთან ალიანსში არ იყავი არაფერთან ალიანსში კი რაღაც მონაპარაკებებზე როგორ შევიდე თქვენს ალიანსში ეგ ბაზარი არ ქონდა სალომესთან თქვენ ვერ დამიტკიცებთ არა რაც არ ყოფილა ხო ვერ დამიტკიცებთ არა ხო მე გეტყვი რასთან ფანჩატურში იყავი ფანჩატურში ვიყავი ოღონდ ვიყავი არა ვიღაცასთან კოალიციაში არამედ ამბის გასაგებად ახლაც მივალ მესამე რო დამპატიჟო ყველგან მივალ მაგრამ სადღაც ჩემი მისვლა ხო იმის ნიშანი არ არის რომ მე მან წევრიანდები მე ქართულ ოცნებასაც შევხვედრი ვარ პირად იმითი საჯაროდ ფანჩატური მეტი იყო აი ახურებ ახლა ფანჩატურში რამდენჯერმე იყავი და ფანჩატურში ერთ მისვლაზე ბოლოს გამომაგდეს თუ გახსოვს ბოლოს ჩემი ყოფნა დამთავრდა სკანდალი ერთ მისვლაზე სადაც მე პირში ვუზრახე ვიღაცებს ერთ მისვლაზე აჩანდა აი მეორეჯერ რაღაცა ვიხვედი მეორეჯერ კი ბევრჯერ ვიყავი კაცო ბევრჯერ ერთხელ რომ ვიხვედი მეორეჯერ რაღაცა ვიხვედი რა მეორეჯერ ამბავი არ გაინტერესებს კარგი რა შენ თუ თვლი რომ ეს არის თავიდან ფეიქ ოპოზიცია და მოსყიდული გვაქვს იმერთხელაც რატომ რა შუაშია ფეიქ ოპოზიცია ბევრი ადამიანია ვიღაცა კაია ვიღაცა ცუდია შენ ამბავი გაინტერესებს იულიდი რო არ გამოეგდო არა იქ ისეთი იყო ის ჩვენ ისე დავაყენეთ საკითხი რომ ან უნდა გამოვეგდეთ ან უნდა დაეჯერებინათ ჩვენ. კაი, მოდი გადავდოთ იმ საქმეს მივხედოთ რაც კითხე ახლა მე არ შემეტენებ არა შენ აღარ უნდა იყო არც ერთი ოპოზიციური გაერთიანების ასოციაციური წევრი რა თქმა უნდა თქვენს მიერ შექმნილ ოპოზიციაში რატომ არ ვერთიან კაი ეხლა ვილაპარაკოთ რომ არ იყოს ჩვენს მიერ ეგრეთ წოდებული შექმნილი ოპოზიცია რა უნდა კნან ამათ ოღონდ ამათი მორალური თვისებების თავი დავანებოთ შეკრულია თუ არა ჩვენთან ინტელექტუალური თვისებებიდან გამომდინარე კაი კითხვა გიპასუხებ ნახე მე პარლამენტში როცა ვიყავი იქ ახლოს იყო ერთ შენობაში ვიყავით ყველანი და დავდიოდი ყველა პარტიასთან ვარ დამყოფი და ყველას უსვამდი ერთი და იგივე შეკითხვას ხო ჩამომიწერეთ სამი საკითხი რომელიც თქვენ გაინტერესებთ აი რო არ იყოს კოცები ხელისუფლებაში და როგორ გააკეთეთ ხო რა ანუ თქვენ რო იყოთ რა ანუ კოალიცია ხო ჩამიჩვენთ რო კოალიციური მთავრობა და ჩემ ჭკვით რო კეთდებოდეს რა ხო ანუ თქვენ მითხარით სამი საკითხი თითო პარტიამ სამი საკითხი რო მე მოვალ კოალიციაში ეს სამი პრიორიტეტი მაქვს რომელსაც პირდები ჩემს ამომრჩეველს და კოალიციაში შევალ და პატიოსტად მოვიქცევი იმ პირობით თუ ეს სამი საკითხი შესრულდება მე მინდოდა ეს იმისთვის რომ ყველა პარტიას რო დავივლიდი თქვა 7 პარტიას მექნებოდა 20-21 საკითხი გადაკვეთის წერტილებს ეძებდი მათემატიკურად უბრალოდ ხო მათემატიკურად დავალაგებდი ნახავდი ამ პარტიას ეს უნდა ამ კვეთები სიმრავლეები და კვეთები გასაგები რომ ქართველი ხალხისთვის მე თქვა რომ ქართულ ხალხო კოცები ხელს გვიშლიან აი ამ კეთილი საქმის გაკეთებაში რომელსაც ოპოზიცია შეხვდა ჩვენ მოვილაპარაკეთ კი ბატონო რასაც ჩვენ მოვილაპარაკეთ რა უნდა გააკეთოს ნამდვილმა ოპოზიციონერმა ამ დროს და რას გააკეთებდა კოცებთან ანუ მთავრობასთან შეკრული ოპოზიცია ნამდვილი ოპოზიცია იყო ჩამოწერდა სამ საკითხს დაიცავდა ამ პოზიციას რატომაც ეს და მე იგი ბძოლ და შეეგუებოდა სხვა დანარჩენი ამ სამის განხორციელების ფასად სხვების რომელიც მას არ მოწონს პირობითად აი ასეთი ტიპის რეფორმებს იმას იტყოდა რომ მე მზად ვარ მხარი დაუჭირო ამის ფასად ამას იტყოდა ნაღდი ოპოზიცია ხო ხო და მარტივია ოპოზიცია რომელსაც არ უნდა შეთანხმება და დილ ბრეიქერია ყველგან ის დასაკეთებს ის არ გეუბნება ამ სამ საკითხს რას კი არ გეუბნება აი არ გეუბნება აი სტოპ მოდელირება მიდიხარ ნაცებთან კი ბატონო
ჩხუბი არ გაქვს ხო ერთმანეთს ადამიანურ დონეზე გამარჯობა აი ეს სამი საკითხი მომენტში შენ როგორ გააკეთებ რას გეუბნება არაფერს არ გეუბნება ამ საკითხს იყურება აი არ გეუბნება აი არ ვერ გებულობ ანუ შეხვედრას 1 საათს გაატარებ კაცთან ყავას დალევ ჩაის დალევ ვილაპარაკებ მაგრამ ამ სამი კითხვას პასუხი არ გაქვს თან შენ ხო გესმის რომ მე მარტივი მოსაშორებელი არ ვარ როცა რაღაც მაინტერესებს კითხვების დასმა შემიძლია გამოცდილებაც მაქვს კითხვების დასმის ბოლოს და ბოლოს მარტივად არ უნებდები კაცო მე თუ კაი წარმოუდგენ რაღაცას მეუბნება ხო და აი ნახე თუ დაუშვათ მე ვწდები და თუდად დავსვი შეკითხვა რაღაც არ გავაკეთებ აი ეს სამის შენ იცი რომელ პარტიას რა უნდა გარდა იმისა რომ ბიძინა არ მოწონს ყველას უნდა ჩვენ რუსების ვარ ჩვენ ევროპასთან კაი უნდა ჯერ ვეკითხე როგორც კი მაგას ამბობდნენ ნახე მე ევროპამდე უნებოდი რას ნიშნავს ევროპა ეგ არიციან გესმის როცა მე ვებძვი რუსეთს ვეკითხები რას ნიშნავს რუსეთს ებძვი არა ეგ ხა ლოზუნგების მიღება გაინტერესებს ხო რა თქმა უნდა კაცო ამბავი მაინტერესებს იმიტომ რომ მე ეს უნდა ვაქციო სხვა ტიპის პროდუქტად ამას ვეუბნებოდი რომ პროგრამად უნდა აქციო ბევრი არ გავატრაკოთ რა თქმა უნდა პროგრამად უნდა ვაქციო სადაც ამის ევროპელობა ან რაღაც ანტირუსობა კონკრეტულ რაღაცას ნიშნავს საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტმა შენ ხო მეუბნები ტიპი მე რუსებს ვებძვი ვიღაცა გეტყვი მე არ ვებძვი ხო და ვიღაცა გეუბნება რომ რუსებს ვებძვი მე და მე მინდა ვიყო რაღაცა ევროპაში ოკეი მე ვეკითხები რომ რას ნიშნავს რუსეთს ებძვი აი მაგალითად შენი სასამართლო როგორიც არის პირობითად ნაცებს ეუბნები ამას შენი სასამართლო აი როგორიც შენ შექმენი თავის დროზე მურუსიძე ისა ის სასამართლო რუსული არის თუ ევროპული არის ხო და როცა ამ კითხვაზე შენ პასუხი არ აგაქვს არ მეუბნები რომ სასამართლოს მე ახლა ბოკერია ხო გეტყვის უცხოელი მინდაო ინგლისელი მინდაო გეტყვის დაფიცი მსაჯული მინდაო გეტყვის არა ბოკერია გეტყვის რაღაცებს მითხარ ბოკერიამ კაცო ნახე ბოკერიასთანაც ვიყავით ხელიც კი მოაწერა ბოკერიამ აი მაგრამ მე გახდა პარტიის ლიდერი ჩერგო და სამხრივად გავდივარ ხელშეკრულებიდან თქვა როგორ კაცო აი ხო შევთანხმდით რომ სასამართლო უნდა ყოფილიყო ასეთი შედგებოდა 3-4 პუნქტისგან დაბიცი მსაჯული ნალივალი ლიდერშიპში მოვიდა ცოტა ხანში ჩერგომ თქვა რომ მე მარტო ნაფიც საჯულები მინდა ეს დანარჩენს არ ვეთანხმებიო და გავიდა ხელშეკრულებიდან ანუ ისაც შენ ფიქრობ რომ ბოკერი რამას გეტყოდა ისიც კი არ მივიღეთ საბოლოო ჯამში გესმის შესაბამისად მე დავინახე რომ ყველა ეს ტიპები რომლებსაც შენ ელაპარაკები და მარტივ კითხვას უსვამ სამი საკითხი მითხარი რა გინდა აი ეს ველოებს და ვიღაცებს ყველას უგამონაკლისოდ ყველას გახარიებსაც დაჟე ხო ანუ ყველას ხო და ახლა წარმოვიდგინე რომ როდესაც ამას ხედავ ამას აკეთებ მე მეორეჯერ ცდი იგივეს მესამეჯერ ხოცები რაღაცას დააშავებენ კიდე აკეთებ ამას აკეთებ რავი ბევრ ხანს დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტთან მიდიხარ პრეზიდენტთან აი მაგაზე ვიყავი, ოღონდ გეტყვი პრეზიდენტთან. ხო, აი პრეზიდენტთანაზე ვიყავი. პრეზიდენტის შემოწმება მინდოდა მართლა ოპოზიციონერი იყო თუ არ იყო. და აღმოჩნდა რომ ვერ გაიარა. ჯართან დაკავშირებულ თემაზე მივედი. გამახსენდა, ხო. დაადე თუ არა ვეტო, გამახსენდა. თევზაძე რომ გამოვიდა მე და არ ვადებო რო თქვა. კი, შენი წუხილი მახსოვს. ყველანაირი არგუმენტაცია ჰქონდა მიტანი. მახსოვს. მათ შორის ის რომ ეს კანონი იყო პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფელი. როგორც თავარსარდალის, თავარსარდალი აწევს ხელს, რომელსაც ერთი ბრძანების გამოცემის უფლება არ აქვს. გავიგე. ხო და აი ახლა წარმოგიდგენთ ესეთი ტიპის გამოცდილება გაქვს. რა უნდა იფიქრო? პარალელურ რეჟიმში ესენი ჩემზე მაგრაყვირიან რომ ბიზნეს ებძვიან, კონცეფტს ებძვიან, მაგრამ ხალხს არ ეუბნებიან ბიზნეს მე როგორი ქვეყანა უნდათ. არის ნებადართული აგინო უბრალოდ არგუმენტაციის გარეშე, სადაც როგორც წესი კონცეფტი გამარჯვებულები გამოდიან. იმიტომ რომ არგუმენტი თუ არა გაქვს. ჩვენ გვაქვს არგუმენტები. დისკუსიაში უგებთ. მე გეუბნები ამათ ნაწილში ამ წუთას. როდესაც შენ არგუმენტი არ გაქვს და გაყვირი ხარ მარტო ევროპა მინდა რუსეთი არ მინდა და ხალხს არ ეუბნები თითოეული მათგანი რას ნიშნავს თან ევროპასაც იძახიან აი ევროპა გვინდაო და ეს გვინდაო ის ვაფშე არ არის ჩემი აზრით ევროპა რათა მათ ევროპა გონიათ ეხლა რაც გონიათ ხო რაცა მათ ევროპა გონიათ საერთოდ არ არის ევროპა არის თავისუფალი მიმოსვლა თავისუფალი ვაჭრობა თავისუფალი სასამართლო სიტყვის თავისუფლება და არც ერთი არ უნდათ ამათ ან თუ უნდათ ამბობენ რომ სიტყვით ამბობენ რომ გვინდაო მაგრამ რო ეკითხები რას ნიშნავსო მაგალითად სასამართლო ვინ გეტყვის ახლა არ მინდა თავისუფალი სასამართლო ხოცების კი იძახიან თავისუფალი სასამართლო გვაქვს ხო და ნახე როდესაც შენ ეუბნები რომ აბა როგორ აღწევ ამ თავისუფალ სასამართლოს გამოდის რომ NGO-მა უნდა დანიშნონ მოსამართლეები ხო და ნუ არა სანაცია თუ რა ქვია მაგას NGO-მა უნდა შეამოწმონ მოსამართლეების
კარგი, ხო? ხო, ვეტინგი. ხო, აი წარმოიდგინე, ეს რაღაცა გიჟობა მოიფიქრეს, ისევე როგორც მეორე გიჟობა, მაგალითად ამასთან ერთად იყო, რომ ენჯეები რომ თავლობას აკომპლექტებდა. აი, მაგარი იყო. გიგაურო პრემიერი. ხო, არ ვიცი ახლა ვინ იყო პრემიერი. მინისტრთა კაბინეტი რო იყო ქართველი ინჟინერებიდან შემდეგ. ენჯოშნიკები კი. ხო, ახლა წარმოიდგინე, ნაცვლად იმისა, რომ შენ ეუბნები, რომ ხალხო მოდი სერიოზულად მოვიქცეთ. ანუ არ გვინდა ეს მაიმუნობა რა. ეს ხალხი ერთ დღეს იძახის, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური აქტორები, ამიტომ ნუ დაგააკონტროლებთ ჩვენ ფინანსებს და მეორე დღეს თავრობას აკომპლექტებენ. აბა. შენ ეუბნები, რომ ხალხო, ეს არ არის ჩვენთვის მოგებიანი, ამას კოცები ცუდად მოგიტრიალებენ. მოუტრიალეთ კი. ისინი არ გიჯერებენ. ხმას არ იღებენ, არაფერს არ გეუბნებიან, როგორიც საქართველოს უნდათ, მაგალითად, აი ნაცები რა შეცვლიდან საკუთარ მართლობაში, აი მომოვიდნენ ისე წინასგანით იქნება განსხვავებული, რომ ხალხს იქნება, ხო იცია რა. არა, მე გასაგებია რა ვიცი და რა არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნები, რომ აი ჩემ გამოცდილებას გიყვები. ხო, გავი. რატომაც შენ ხომ მკითხე, რომ როგორი უნდა იყოს ნამდვილი შენ არ ეკითხებოდი, რომ ეს არის კარგამოვა და რაღაც. ხო და აი შენ წარმოგიდგენია, რომ მე ეს არ მეკითხა. არაში ხო. ხო და აი რატო წამოხვედი იმიდან ფანჯატურიდან, აი ამიტომ გამომაგდეს, რომ ამას ვაპარაკობდი. რომ ამაზე ვატრაკებდი. მაგრამ ტვინს ბურგავდი და გამოგაგდით. ან უნდა გამოვეგდეთ ჩვენს დავაყენეთ ეგრე საკითხი, ან უნდა გამოვეგდეთ, ან უნდა დაეჯერებინათ. ხო და თქვენ უხდიდით ფულს და მე როგორ დამეჯერებდი? არა, ეციცოთ. ეხლა ფულის გადახდასა იდიოტობით რომ მოსდით და უცხოური აგენტობით და არა ჩვენი აგენტობით. ეგ არ გიფიქრე. მე ამჯერად განუსაზღვრელი და მოგზანებულად გეკითხები. აი სულ გამათობდით ამაზე საოფისში ხო და იქნებ პროსტა მართა ამ შეთქმულების ხლარცის გავლებას მართა გაჭერი ეს შენი ოკამის სამართებელი ამოიღე და დებილები არიან. ხო და ნუ არა მაინც ეს მარტივი ახსნა არის ანუ შენ თუ მარტივი ახსნები არის რეალური. მესმის მაგრამ ნახე ჩვენ ოფისში სულ იყო კამათი რომ ესენი დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები. მე სულ ერთდაიგივე პოზიცია მქონდა რომ შეუძლებელია ესენი ყველა დეგენერატი იყოს. ისევე როგორც ყველა შეუძლებელია მოსყიდული იყოს. ანუ ეს არის ნარევი. მოსყიდულ დეგენერატი. ხო, ნარევი არის. მიშა ვინ არის? მოსყიდული არ არის. არა, ცუდად არის ძალიან თავისი საკაში. დეგენერატია? იცი როგორ არის რომ მიშა არის მოტყუებული და აი ეხა ამ შემთხვევაში დეგენერატია თუ მოსყიდული? მოსყიდული არ ამგონია მიშა იყოს, იმიტომ რომ კარგი პირობები არ აქვს მოსასყიდად. არა აქვს. მაგრამ დეგენერატი. არა, იმის თქმაც რომ როგორ გითხრათ, ანუ დეგენერატობის სხვადასხვა მასშტაბი არსებობს, გესმის, მაგრამ ის რომ და არ მინდა ზოგადად რომ ახლა მიშაზე თქვა რომ დეგენერატი ადამიანურად მისი ინტელექტი არ გონია დეგენერატების ინტელექტი. რატო ჩამოვიდა? მაგრამ ადამიანები შეცდომას უშვებენ და ამ შეცდომის დაშვების შემდეგ მიშა არის რაღაცნაირად აი მსხვერპლი იმ საკუთარი ყოფილი გარემოცვის, რომელიც ძევალი ამ ყველაფერს. ავადმყოფი არის, მაგის დედავატი, ავადმყოფი. არ გვინდა მიშა ჩამოვიდა, რატო ჩამოვიდა? რატო? ხტები აი თელი თემა ეშმაკებმა ჩაუსახდნენ ეს წინკა და ჩამოვიდა აქ ასარევად, ბიჭო, ასარევად. აი მაგაზე არ მინდა. კაი, სხვები, მაგალითად გახარია, მოსყიდულია. არა, მაინც ახ მაგათ გასარჩევათ ვარ აქ მოსული. არ მინდა სულელებზე ლაპარაკი. არა, ხო, სულელები არიან თქო, მაგას გეუბნები. არა, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ სულელები არიან და კაი, ეხა შენ, კარგი, მაშინ ეხა აზრზე არ მოვიდნენ. ანუ აზრზე მოვიდოდნენ, ესმის? შენ პარტიაში ეხა მოსყიდულები არიან თუ დეგენერატები არიან, მაგას ჩამოყალიბდით, ხო? ახლა ჩემი ვერსია უფრო წინ არის. ეხა ამ პირობებში, როდესაც მოსყიდულები არიან, პახოვარს თუ ისე ჭკვიანები, შენ როგორ უნდა იმოქმედო, რომ რეიტინგი გაზარდო? მე რაც ვიცი, როგორ უნდა მიმოქმედო, ისე მოქმედებ. ხო, ვაი როგორ? მაგრამ არა, როგორ და ხალხი არ უნდა მოვატყუო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოდაში შენ რა ნიშას აჯდები? აი შენი ამორჩეველი ვინ არის? აი იცი რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგში, ზუსტად იცოდე ვინ არის შენი ამორჩეველი. ჩვენი მაყურებელი, შენი ამორჩეველი ალბათ ნაკლებად არის, მაგრამ მე არ მოსული რომ გადმოვირო შენი მაყურებელი. კი ბატონო, ძალიან კარგი. ჩვენი ამორჩეველი ხო იცი როგორ იცი? მოდი, აბა აი როგორ აპირებ გადმობირებას? ანუ ვინ არის? ჯერ ვინ არის შენი ქორ, ანუ აი მნიშვნელოვანი ფუძე ამორჩეველი? ვინ? ხო, აი ეს ცოტა პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ ჩემი ამორჩეველი არის კრიტიკული ამორჩეველი. ანუ ადამიანი, რომელსაც გააჩნია კრიტიკული აზროვნების უნარი. და ზოგადად შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს, აი იმ მომენტიდან ხდება ვიღაც ჩემი ამორჩეველი, როდესაც თვალს გაახელს და რაღაცა მიხვდება, რომ მატრიცაშია. და მატრიციდან გამოსვლა უნდა. შეურაცხყოფ ჩვენს ამორჩეველს. არა, რატო შენ რასაც თქვი? თურმე ისინი არ არიან
თვალხილული არ არიან. ესე ნუ ახლა წარმოგიდგენთ აი ბოლოს აი მაგალითად ქართულმა ოცნებამ რო შემოიღო 6 წელზე მეტი მანქანების აკრძალვის კანონი. რამდენ ადამიანს აახილა თვალი. მანამდე ხო ქართული ოცნების ამომრჩევლები იყვნენ. არა მგონია მე ხო არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სულ ამბობდი რომ ხალხო შეეცვალოთ. არა როგორ შეიძლება არ შეეცვალოს. კაი, ნახოთ, შევხედოთ. აი, მოსაწევზე რო თქვენიანებს იჭერთ. აი 80% თქვენიანებს იჭერთ. ესმის თქვენიანებს. ზოგი მოსაწევზე მე. მოსაწევს ვინც ეწევა, ჩემთვის რომ მოეცა, ხმა მე თქვენ არჩევნებს მოგიგებდით. თქვენ სამომრჩევლებს იჭერთ. მე ახლა კიდე მინდა უთხრა ამ თქვენ სამომრჩევლებს. ხალხო, აი კოცებს ხომ მიეცით ხმა. ხო აგიკრძალეს მანქანები. ციხეში ჩაქვსვეს ან შეურაცხყოფა მოგაყენეს, იმიტომ რომ მოსაწევს ეწეოდით. რამდენიმე შემიძლია ჩამოთვალას იცი რომ აი ბიჭო ახლა პლასმასის ბოთლებს რო გზავავენ და კოკაკოლა 20 ლიტრიანი ბიდონით რომ დაატარო არ ვატარებ შუშით ვიყიდებ ხო და შუშით იმას პატარას 3 ლიტრიან ლიტრანახევრიან შუშით რატომ აი უბრალოდ რატო შვებით ამას ეს არ არის ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს ეს თქვენ რატო შვებით აი თან ებრძვით deep states თან ებრძვით deep states თან ებრძვით რაღაცა ევროპულ ბიუროკრატიას ამას რატო აკეთებ ეგ არ არის საბაბი რომ ხო და აი წარმოგიდგენთ ესეთი რაღაცეებისგან შედგება თქვენი ამორჩეველი რომელიც ბაზარი არ არის შეგონია კოკაკოლის გამო თავარი ამბავი არის ომი და მშვიდობა მაგი არის ეგზისტენციური განსხვავება არის მე ომი მინდა თქვენი აზრით აი უყურე როგორ არის თავარი შეკითხვა ეგ არის ხო და ომი სულ ვერ შეაშინებთ ამ ხალხს მე ბაზარი არ არის შეგონია ხელოვნურად ვაშინე არა მაინც აკაცო ან ნახე რა კოკაკოლა ბიჭო რა მოსაწევი აქ ჩვენ რატო ყავს ცი ბევრი ამორჩეველი ერთადერთი სწორად გამართული მშვიდობის პოლიტიკა გვაქვს რომელსაც ეკონომიკური წესვაც მოგვიწევს და მაინც ერწამი ერთი ბომბი რო ვინმე მისროლოს ამ ქვეყანაში ვის ურეკავთ როგორც სანდრო ეკითხებოდა თქვენს ერთ-ერთ არავის არ ურეკავთ არ უნდა ვასრულოთ რო ყავდა ხო რო ყავდა დასარეკი ხო არ ჩამოვარდა ბომბი რა თავის დროზე არა რას ნიშნავს ეს იმის პასუხია რომ დასარეკი არ უნდა ყავდეს რას ნიშნავს დასარეკი სოფლოში ეგეთი მცნება აღარ არის წელს დასარეკი ხალხი არა რას ნიშნავს დასარეკი ყველას ყავს მეგობარი ყველას ყავს მეგობარი თქვენი მეგობარი ვინ არის ირანის მეგობარი ვინ არის რას ნიშნავს ირანის მეგობარი მე კარგ დღეშია რომ არაბერი მე აღარ არის ერთი მეგობარი როგორ არ ყავს რუსეთი მისი მეგობარია ჩინეთი მისი მეგობარია მეორე საკითხია გამოდგა თუ არა ეს მეგობრები ერთი წუთი რა თქვენთვისაც მასწავლებელი უნდა იყოს თქვენთვისაც მასწავლებელი უნდა იყოს პარადიგმა მეგობრები არ გჭირდება და ევროპა რამის ვინმეს მეგობარია კარგი პარადიგმა შეიცვალა არ არის მეგობრობის თემა უკვე აღარ არის არის ინტერესები ვისი მედად ჩვენი თავი და ღმერთის იმედად აი ეგრე ვიძინას და ღმერთის იმედად ვარ ჩვენ კი ჯერ ღმერთის რა ხო და აი მე ჩვენი თავრობის ბიზნესაც ეშლება ანუ უშეცდომო არავინ არ არის რა თქმა უნდა ყველას ეშლება მაგრამ ეს შეიძლება ერთი კაცის იმედად ყოფნა ეს არის ეგზისტენციური საკითხი შენ აქ საკითხს თუ კარგად გასცემ პასუხს მოგემატება ხალხი არის დაშინებული იმიტომ ეს იდიოტები ცეცხლის ბომბები გვიჩევნია არა მე არ მინდა ცეცხლის ბომბები კაცო მე გახსოვს რეკლამარები მე მშვიდობის ხარეს ვარ. უნდა დაამტკიცო ხალხის თვალში. არა ნუ რა მეტყობა მე რა არა ლაპარაკი არ გევასება შენ. მე არ მევასება ლაპარაკი? ეგ უნდა იყოს შენი ნარატივის ნომერ პირველი გენერი. რა? მშვიდობაზე ლაპარაკი. თუ მინდა მშვიდობაზე ლაპარაკი. არა, მშვიდობაზე ლაპარაკი და შუაში შეკაცო მშვიდობაზეც ლაპარაკობ. ომზე არადროს არ ვილაპარაკია. სად ნახე ჩემი სამხედრო რიტორიკა? არა. ომზე არ გილაპარაკია ერთია, მაგრამ მშვიდობაზე ბეტი უნდა ილაპარაკო, რომ ხალხი მოიმხრო. ეხლა მე შენ გაძლევ როგორ რჩევას, ესე ძალიან მაგარს. ხო მაგრამ კაი მშვიდობაზე ჩვენ ყველაზე მშვიდობიანი პარტია ვართ ვინ არის შენი ამომრჩეველი კიდე თქო კრიტიკული გასაგები ასაკი მოდის გავიდოთ ასაკი საცხოვრობს როგორია სოციალურ რომელ ფენას მიეკუთვნება და ასე არა ჩვენ არ ყოფთ ადამიანს ამომრჩევლებს ასაკის მიხედვით არ არის ეგრე არა აი საკაცო არ ვიცი მე გეუბნები მე როგორ უყურებ ამას ანუ მე ვერ ვეტყვი ადამიანებს რომ ხალხო თქვენ იმ ასაკში ხართ უკვე რომ მე თქვენზე არ ვმუშაობ პირიქით ჩემი ამომრჩევლები არიან დარწმუნებული ვარ საპენსიო ასაკს მიტანებული ხალხი. ანუ ჩემი გადაცემაც ზოგადად ძირითადი სამიზნე აუდიტორია მოგეხსენებათ რომ უფროსი ასაკის ხალხია. მე იმას არ ვიძახი ახალგაზრდები არ გვიყურებენ, ახალგაზრდების გვიყურებენ. სად გავყო ახლა მე მაგალითად ან გირჩის მაყურებელი, ან საქართველოს დაბადების მაყურებელი, ან ჩვენი რომელიმე პროექტის გულშემატკივარი ასაკის მიხედვით. როგორ გავიგე? მაგრამ არსებობს ძირითადი სტრატები ხო არსებობს? იგი ხო და ამიტომ ამბობ რომ ჩემი ამომრჩეველი არის ის ამომრჩეველი რომელსაც არ უნდა შურიზიება არავიზე, კი ბატონო. უნდა შერიგება ამ საზოგადოებაში, უნდა ნაცები და ქოცები შერიგდნენ. მიშა და ბიძინამ რომ ხელი ჩამოართვას ერთმანეთს ეს უნდა ერთად ძოვოს ბალახი, ასე ვთქვი. ხო და ნუ ხარ არ ვიცი გელდაკრავა, მაგრამ მგონია რომ ჩვენ კეთყვი, ნახე, ჩვენ ფიქრობთ რომ მილიონი ქართული ოცნების ამომრჩეველი ვერ დაამარცხებს 9 მილიონ ოპოზიციის ამომრჩეველს.
რომც დაამარცხოს, ეს კარგი არ არის ამ ქვეყანაში. ანუ არ შეიძლება მილიონმა კაცმა ამ ქვეყანაში 9 მილიონი კაცი დაამარცხოს. აბა რა უნდა გავაკეთო? უნდა შერიგდეს, კაცო, რა თქვენ რა უნდა გააკეთოს? შევრიგდეთ, გასაგებია. ეს ნარატივი, თქვენი ნარატივია, რომ ჩვენი საზოგადოება არის ბრძოლის ფრონტი. სადაც ერთი მხრიდან თქვენ ყავთ მილიონიანი არმია. საერთოდ არ არის. ნაცებს ყავთ 9 მილიონიანი არმია და არ არის ეგრე. ხო და მე მინდა შერიგება. ჩვენ ზია ამაღლობელს ვთხოვთ, რომ რაღაცნაირად ზიამ დაწეროს შეწყალების საბუთი. და რას თხოვს გავუშვით ის რა პრობლემა არის? არა, უყურე სახელმწიფოებრივად არ არის. მე ხკითხარი რა სახელმწიფოებრივად არის? რა სახელმწიფოებრივად ზიანი არის ის ქალგო ზის ციხეში? არა. სახელმწიფოებრივად კი რა, აი, ატამანჯგალაძე რატო გიზით ციხეში? ვინ არის? ვინც არის? ხო იცი? არ ვიცი, აზია არ ვარ დედა მომენტეს. ვინ არის? მითხარ ხო, ზუსტად იცით რომ აი მაგალითად 150 კაცი ვიჯექით პარლამენტში. 150-ივე იცის რომ ატამანჯგალაძე არ არის რევოლუციონერი. პატა ის ტიპი შემთხვევით შეიძლება მოხდა დღეს სულ ადგილზე. ხო და თქვენი მართლმსაჯულების სისტემა უნდა ազღევდეს იმას რომ გაარჩიოს ეხლა პატა მანჯგალაძე დამასრულებინე რა ნახე თქვენი მიცემულობები შევცვალო კაცო ნახე მართლმსაჯულების სისტემა უნდა ազღევდეს იმას რომ ერთმანეთისგან განასხვაოს ნაღდი კრიმინალი და შემთხვევით არასწორ ადგილას მოხვედრილი ადამიანი თქვენ ყავთ კონკრეტულად ადამიანი რომელიც შემთხვევით არასწორ ადგილას პატა მანჯგალაძე და ციხეში გიზით რატო გიზით იმიტომ რომ არცევოს მიცემულობა ის იდიოტი ბოდიში ციხეში ზის ეს მანჯგალაძე იყო იმ იდიოტებთან ერთად არ იყო მიტინგზე არ იყო არ გადაულახია არა მაიცა კაცო მაიცა წამი ის არ გადაულახია პატა მანჯგალაძე არ გადაულახია კარგი ასრულებს დედასფიცავ არ ყოფილა იქ არ იყო მიტინგზეც არ იყო აპროსტა დაიჭირეს სახში დაიჭირეს პატა მანჯგალაძესთან გადაღებული სელფის არა, ნათქვამიც ექნებოდა მე არა ნათქვამი გაშვაშია ბოდიში მე არა ვარ საქმეში მოვიკითხავ მაქსი საქმეს თავიდან ბოლომდე და მოწოდება გააკეთა თუ არა მაგასაც ვნახავ მე მგონი გააკეთა და დავწერე Facebook-ში და მე კიდე ვიკამათოთ მაგაზე შეიძლება მეუბნები რომ ვაფშე შეთქვით კაცი სახში იყო ეს იცის ყველამ ეს პერაშკის ჭამდა და დაიჭირეს ხო და ეს იცის ყველამ და ზოგადად მე რო აქ ბოლო ჯერ ვიყავით თქვენს ეთერში მაშინ ახალი დაჭერილი იყო პატა მანჯგალაძე და მაშინაც ვილაპარაკეთ ჩვენ ამაზე გავიგე ხო და აი თქვენ როცა იძახით რომ აი ვინ არისო კიდე შენი ამორჩეველიო ის არის ჩემი ამორჩეველი ვისაც აღელვებს სამართლიანობის საკითხი პატა მანჯგალაძე ჩემი ძმაკაცი არ არის არც არასდროს არ ყოფილა გავიგე მაგრამ მე ვიცი რომ ის უდანაშაულოა არ არის უდანაშაული და ნებისმიერი ადამიანი იცის რომ ვიღაც უდანაშაულოა ის უნდა იბრძოდეს იმისთვის რომ სამართლიანობა აღდგეს თქვენ ხო გიყვართ ეს ტერმინი სამართლიანობის აღდგენა და უდანაშაულ ადამიანს გარეთ გამოვიდეს. რაო? ბრალდება საქართველოს ხომ არა საქმის აღწერა მაინტერესებს ეს რა. არა ვერანაირ აღწერას ვერ იპოვი. პატა მანჯგალაძე არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლესთან, არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლესთან, მიტინგიდან წავიდა სახლში და მიტინგზე ყოფნის გამო თუ ხალხს იჭერთ 20,000 კაცი ყავთ დასაკეთე. არა, რასისულელია კაცო, ეხლა გავარკვევთ ყველაფერს. ეხლავე არა. ხვალზე გავარკვევთ. ორშაბათს წოდინება ყველაფერი ამ საქმის შესახებ. ხო და აი მე ვფიქრობ რომ იმისთვის რომ აი თქვენმა მართლმსაჯულების სისტემამ ან სიტყვებმა იმის შესახებ რომ ჩვენ უდანაშაულო ხალხს არ ვერჩით, ოდნავი რეპუტაციულობა რომ შეიძინოს, უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან ნამდვილი დამნაშავეები და ხალხი რომელიც უბრალოდ იმ დანაშაულის ადგილასაც კი არ ყოფილა. აი ნახოთ. აი პატა მანჯგალაძეზე შევამოწმებ ყველაფერს. მე ზუსტად ვიცი რომ ეს ხელაღებით ვიღაცის დაჭერა ჩვენ სტილში არ არის. ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ შესაძლოა არ გჭირდება, იმდენ კვალსტოვებენ ისინი, იმდენ სისულელეს აკეთებენ ეს შენი ეგრეთ წოდებული კოლეგები, რომ ვაფშე არ არის საჭირო, ბევრი ის არა. მეც მაგას გეუბნებით რომ არ არის საჭირო. არა, ვინ მიჯერებს? არა, გამოძიება არ არის საჭირო, საციხეები არიან ყველანი. პატა მურჭულაძეს რა უნდოდა? პატა მურჭულაძეს დამცველად მე არ გამოვგები. რა უნდოდა? ჩვენ ძველი ისტორიებით ვკავშირებს ერთმანეთს. კაი, იმას რა უნდოდა ის ზოდელავა სისხლისმენი პროკურორი რო იყო. არ ვიცი კონკრეტულ საქმეში ზოდელავას როლი. მე ვიცი რომ ერთი ადამიანი ნამდვილად კაი, უდანაშაულოა და თუ ერთი ადამიანი უდანაშაულოა, ესე იგი არსებობს რისკი, რომ სხვა ბევრი ადამიანიც იყოს უდანაშაული. გავიგე, გასაგებია, მაგრამ მოვიკვლევ აუცილებლად და დავწერე სტატუსი. ეხლა იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ბოლოს გადაცემის ბოლოს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ ახლა, იმიტომ რომ ჯერ არჩევნები შორს არის, მაგრამ არის ეს ამბები, ირანის ამბები, საერთაშორისო ამბები, საერთაშორისო ამბები და შენი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად პოლიტიკოსის აზრი სწორედ საქართველოს მიღმა ამბებით ყალიბდება მოსახლეობის მიერ. ერთი საერთაშორისო ამბებიც მაინტერესებს. ნუ საერთაშორისო ამბები რა გითხრა, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მთელი სამყარო ომის იმაშია გახვეული. და მე მინდა რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს ჩვენი ქვეყნისთვის.
ზოგადი პასუხი ეს იქნება. თუ კონკრეტულად რამე გაინტერესებს, აიათოლებზე უფრო მეტად რა თქმა უნდა პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკივრობ. ხო, შენ ვის გულშემატკივრობ? მე მშვიდობას. ეგ მეც ვთქვი, მაგრამ აი უყურე მარტო მაგით არ შემოვიფარებ. ტრამპი რა თქმა უნდა ჩვენი საგულშემატკივრო ადამიანია, მაგრამ გულშემატკივრო და წუხვარ იმაზე, რომ ოპერაცია რაც ქონდა დაგეგმილი, ის არ გამოდის. იმიტომ იყო ოპტიმისტური პროგნოზები იყო და ესე ხა ლაპარაკობენ ერთ თვეზე, ორ თვეზე უკვე. თავიდანვე იყო 4-5 კვირაო საუბარი და მეტი გამოვიდა და თან ახლა ეს არ არის გასული 2 კვირა. ხო, მაგრამ არ ამბობენ რომ ეს დამთავრდება, მაგრამ ამბობენ რომ 40 სრუტის გადაკეტა ძალიან ურტყავს ეკონომიკას და ეგ მეშინია ძალიან. ნუ თხადი ახლა ეკონომიკას ურტყავს, მაგრამ ზოგადად პრობლემა თუ დაიწყე მისი აღმოფხრა. რამდენად სწორი იყო ის რომ ასეთი გზებით ყოფილიყო, ეს უკვე ამას გვაჩვენებს, როცა მორჩება ეს ოპერაცია. როცა შედეგი. შედეგი გვაჩვენებს. ახლა ამაზე რთულია, მაგრამ გულშემატკივრობის დონეზე მე გულშემატკივრობ და გააჩნია კიდე ამ შუალედურ არჩევნებში რა მოხდება ივნისში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დამოკიდებულია იმაზე, მათ შორის როგორ დამთავრდება ეს და ძალიან კარგი. უღრეს მადლობა ჩემო იაგო, ძალიან საინტერესო საუბარია. როგორც ყოველთვის. ასია შენ დაპატიჟე მე დაპატიჟე. მადლობა. კარგად გზადდება მეგობრებო, ჩვენ ნახავთ ქართული ოცნების სამოფჩეულს ველაპარაკობთ. მოვალ პარასკევს ნახავთ ერთმანეთს.